Hi, გადავწყვეტე რომ დღეს ცოტა განსხვავებული ტიპის ვიდეო ჩავწერო და გესაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ზოგადად ვთვლი, რომ გადაწყვეტილება თითოეული გადაწყვეტილება ქმნის ჩვენს ცხოვრებას და შესაბამისად მნიშვნელოვანია სწორ დროს მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ეხლა თან ჩავიტარებ ჩემს სახისმოვლის რუტინას და დავიწყოთ. ხო, ძალიან ბევრი ვილაპარაკე სახის რუტინას ჩავიტარე და თურმე დამჯდარი ყოფილა ტელეფონი, კი არა და მიკროფონი. ხო და არაფერი არის მის ვიდეოში. ახლა დავჯდები და თავიდან მოგიყვებით ყველაფერი. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როცა გადავწყვიტე, რომ უნდა ყოფილიყავი უფრო მეტად დამოუკიდებელი. არასოდეს არ ვყოფილი ვარ ბავშვი, აი რომ ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარო, ესეთი ბავშვი არასოდეს არ ვყოფილი ვარ და უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი 18 წლის, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მიმოყენა უკვე მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებამდე. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როცა გადავწყვეტე, რომ უნდა დავიწყო მუშაობა. როცა ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, გამორიცხულია ამას მივაღწიოთ საკუთარი ფინანსების გარეშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის და მოკლედ ამ პერიოდში ზუსტად წავაწყდი შემთხვევით Facebook-ზე ერთ-ერთი კომპანიის ვაკანსიას და მივწერე, გავაგზავნე CV, გავიარე გასაუბრება და საბედნიეროდ ამიყვანეს. და ეს იყო ჩემთვის პირველი და ძალიან კარგი გამოცდილება. მესამე და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როცა გადავწყვეტე, რომ საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს. შესაბამისად დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, ხშირად ვანებიურებ ხოლმე შოპინგით, ვასაჩუქრებ ხოლმე ჩემს თავს და ეს ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს თვით შეფასებაზე, თავდაჯერებულობაზე და ასე შემდეგ. მეოთხე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ შემექმნა საკუთარი თავი ეტაპობრივად. უნდა მეზრუნოთ ვით განვითარებაზე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ასაკში არ აქვს მნიშვნელობა, ვთვლი, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს იქნება ახალი წიგნის წაკითხვა, ახალი პოდკასტის მოსმენა, ნებისმიერი გზით შეგვიძლია, რომ რაღაც ახალი გავიგოთ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე გადაწყვეტილებაც ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ გვავიწყდება ხოლმე. ეს არის მადლიერების შეგრძნება, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყოთ. ბოლო პერიოდში დამეწყო ეს, რომ დილით რო გავიღვიძებ და მზიანათებს, ძალიან მადლიერი ვარ და მოკლედ უზომოდ ბევრი რაღაც გვაქვს ცხოვრებაში ყველას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი, რაც შეიძლება გვაბედნიერებდეს და რისი მადლიერიც შეიძლება რომ ვიყოთ. შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკავშირდება თავდაჯერებულობას. გადავწყვეტე, რომ უნდა ვიყო თავდაჯერებული და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შემიძლია ყველაფრის გაკეთება, როცა ვარ თავდაჯერებული. შესაბამისად, ამ პრინციპით ვმოქმედებ ხოლმე ბოლო პერიოდში. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვცდილობ ყოველთვის თავდაჯერებულად გავაკეთო და გამომდის კიდეც ყოველთვის თუ არა ხშირ შემთხვევაში მაინც. და ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შემთხვევაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა, ის არის, რომ არასოდეს არ მივაქციო სხვების აზრს ყურადღება. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ოჯახის, მეგობრების, ახლობლების რჩევებს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ვიყო ბედნიერი და ვთვლი, რომ მე რომ სხვების აზრს მივაქციო ყურადღება, ამას ვერასოდეს ვერ მივაღწევ. შესაბამისად, ვიქცევი ისე, რომ ვიყო ბედნიერი და არ ვუსმენ არავის აზრს და იგივეს გირჩევ შენს. სულ ეს იყო, რაც მინდოდა დღეს მე თქვა თქვენთვის. იმედია მოგეწონათ ვიდეო და ძალიან გამიხარდება თუ ჩემს არხს გამოიწერთ და ვიდეოს მოიწონებთ. ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Instagram გვერდი, სადაც ძალიან აქტიური ვარ ყოველდღიურად და მოკლედ, პაკა.